თუ მაგალითად ადამიანი მარხულობს და მარხვის დროს დღის რომელიმე მონაკვეთში იფთრის მოსვლამდე გახდა ცუდად. თქვათ, ცნება მაუწია ან სხვა რაიმე ისეთი პრობლემა გაჩნდა, რომ აუცილებელია წამლებით მიშველება ამ ადამიანს. ამ ადამიანმა როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა გააკეთოს. შეუძლია თუ არა გაკეთოს. რა თქმა უნდა შეუძლია. იმიტომ რომ ისლამი არის ადვილი რელიგია. ვერ დამისახელებს ადამიანი ისეთ პასუხისგებლობას, რომელიც მუსლიმს აკისრია შერიათით, რომ ის მას არ შეეძლებს. რაც შეუძლებელი ხდება ადამიანისთვის, ის ყოველთვის მოხსნილია ან შემსუბუქებულია. არავითარ შემთხვევაში არ მოითხოვს ისლამი, რომ იმ ადამიანმა ესე იგი მშიერი მოკვდეს, გონება დაკარგოს, ჯანმრთელობა გაუარესდეს და ასე შემდეგ. ამას ისლამი არ მოითხოვს და ეს არსად არ წერია. იტყოდნენ ასეთ რაღაცას, რომ 7-ჯერ უნდა დაიბნიდო და მერე შეიძლება გატეხვა. არა, ძირფასჯერა 7-ჯერ კი არა, 1-ჯერაც არ უნდა იმას. ეს უბრალოდ სიმკაცრისთვის, იმიტომ არის ნათქვამი, რომ უბრალო მიზეზის გამო არავინ გატეხოს მარხვლით. თორემ თუ ადამიანი უკვე იმ ზღვარს იყოფება, რომ მან გონი უნდა დაკარგოს, სასწრაფო გამოსაძახებელი უნდა დარჩეს და ასე შემდეგ, მას შეუძლია გატეხოს, ჭამოს, სვას, ან თუ წამალი სჭირდება, წამალი მიიღოს. რა ხდება ამ შემთხვევაში? 60 დღე უნდა იმარხოს? არა. ამ შემთხვევაში დღეში დღეს იმარხავს, ხოლო იმ ერთი დღის სანაცვლოდ შემდგომ რამადანი რომ გავა, შემდგომ დადგება და იმ ერთ დღეს იმარხავს. ან თუ ეს ცუდად ყოფნა რამდენიმე დღეს გაგრძელდა, იმდენივე დღეს იმარხავს, რამდენიც გაუცდა. რამდენიც გააცდინა. იმაზე მეტი მას არაფერი არ ეკისრება. აბა 60 დღე რა შემთხვევაში? 60 დღე იმ შემთხვევაში, როდესაც მას ასეთი გამოუვალი მდგომარეობა არ აქვს, ასეთი სირთულის წინაშე არ დგას და შეეზარა მარხვა, დღის ბოლომდე მიყვანა, ან რაღაც სიტუაციაში აღმოჩნდა ხათრიდან, ცირცხვილიდან ვერ გამოვიდა და გატეხა. ამ შემთხვევაში ამ ადამიანმა 60 დღე ჯარიმის სახით და ერთი დღეც იმ გაცდენილი დღის უნდა იმარხოს. როგორ? გადაბმული გაწყვეტის გარეშე. თქვათ, რამადანში ადამიანი ავად გახდა და 5 დღე გააცდინა. შეუძლია ეს 5 დღე მას დღე ჩაგდებით აანაზღაუროს. ერთ დღეს იმარხოს, ერთ დღეს არ იმარხოს, ერთ დღეს იმარხოს, ერთ დღეს არ იმარხოს და ასე 1005 დღე. მაგრამ ვინც რომ შეგნებულად გატეხავს რამადანს, იმის ჯარიმა არის 61 დღე და იქ ჩაგდება არ არსებობს, უნდა იყოს გადაბმული. გადაბმული 61 დღე. 60 დღე აართავა, 61 დღეს ხელი შეეშალა, რაღაც მოხდა და ვერ იმარხა. თავიდან 60 უნდა დაიწყოს. ასე მკაცრად არის საქმე ვისთვის? მათთვის, ვინც შეგნებულად გატეხა. თორემ ავად გახდა, გამოუვალი მდგომარეობა იყო და მოუწია მარხვის მოშლა, ის მხოლოდ ერთ დღეს იმარხავს, ვიფასოჯი მაგ. თუნდაც რომ იმ საჯარიმო 61 დღის ანაზღაურებისას გახდეს ცუდად. მაინც არ შველის, როცა ცუდად გახდება კიდევ, რა თქმა უნდა, რაფერს რამადანში ვთქვით. ავადმყოფი თუ ცუდად გახდა, გატეხავს და შემდგომ ანაზღაურებს, ისეთნაირად იმ 61 დღის ანაზღაურების პერიოდში თუ გახდება შეუძლოდ, გატეხავს, მაგრამ რომ მოჯანიანდება, ისევ თავიდან დაიწყებს და 61-მდე მიიღოს.